პუტინია 2008 წელს განხორციელებულ ეთნიკურ წმენდაზე პასუხისმგებელი. მე ვფიქრობ, რომ თუ არა სააკაშვილის ძიმეს შეცდომები რუსეთს ძალიან გაუჭირდებოდა ასეთი დიდი აგრესიის განხორციელება. რას ფიქრობს პარლამენტის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილის გამოსვლაზე ევროსაბჭოში? რატომ არის ქართული დემოკრატიის ამოცანა ნაციონალური მოძრაობის გადარჩენა? ჩვენ დავიწყეთ სამართლიანობის აღდგენის პროცესი, რომელიც მოქალაქეებს დაუბრუნებს ღირსების გრძნობას. სამართლიანობის აღდგენის პროცესი თუ შერჩევითი სამართალი, რამდენად წარმატებულია ახალი ხელისუფლება დასავლელი პარტნიორების დარწმუნებაში. პარასკევს 22 საათსა და 10 წუთზე აქცენტებში პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი. მოგესალმებით, ეთერშია გადაცემა აქცენტები, მე ეკა კვესიტაძე ვარ. დღეს ჩვენი სტუმარია დავით უსუფაშვილი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე. ბატონ დავით, მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა, რომ ხართ ჩვენთან ერთად. გამომშვიდობის. მაშასე დავიწყოთ ყველაზე მთავარი ამბით. როგორ მოგეწონათ ევროსაბჭოში ბატონი ივანიშვილის გამოსვლა? ძალიან. და რა არგუმენტები გაქვთ იმისათვის, რომ ეს ვიზიტი და მისი გამოსვლა წარმატებულად ჩათვალოთ? პირველ რიგში ის, რომ აუდიტორია, რომელსაც მიმართა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა სტრასბურგში, დარჩა ძალიან კმაყოფილი. იმ ქვეყნების წარმომადგენლები, დელეგაციები, ელჩები დარჩნენ ძალიან კმაყოფილნი. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ხელმძღვანელობა დარჩა ძალიან კმაყოფილი. ბიძინა ივანიშვილმა ეს თქვენ გითხრათ პირადად? მე არ ყოფილ ვარ სტრასბურგში, მაგრამ არ ყოფილხარ და საიდან იცით ასეთ დაწვრილებით? სანდრო წყაროებს დელეგაციის ძალიან ბევრ წევრს, მათ შორის ბიძინა ივანიშვილს. 10-15-ოდე მათგანმა პირადადაც მითხრა, ზოგმა წერილით, ზოგმა ტელეფონით, ზოგი თბილისში ვნახე. ეს იყო ბიძინა ივანიშვილის პირველი გამოსვლა ამ ტრიბუნაზე, ასეთ ტრიბუნაზე და მან ძალიან კარგად შეძლო, წარმოეჩინა საკუთარი თავი, როგორც გაწონასწორებული, მშვიდი, პრინციპული, თავჯაჯერებული პოლიტიკოსი, რომელსაც აქვს თავისი პრინციპები, თავისი მიდგომები და რომ იგი წარმოადგენს კოალიციას, ქართულ ოცნებას და იგი ძალიან კაფიო მიზნებით მოვიდა პოლიტიკაში და მან მოახერხა მიზნების და ნაბიჯების ასევე მკაფიოდ გაცნობა ევროპული საზოგადოებისთვის. მათ შორის იმ საკითხებზე, რომლებზეც თვეების განმავლობაში შესაძლოა ისმოდა გარკვეული კითხვები. საჭირო იყო მეტი ინფორმაცია, დასტური გარკვეულ საკითხებში, მან ეს ჩვენად მოახერხა და მოახერხა ძალიან გულწრფელი ტონით, ტონალობით და სტილით. მაგალითად, ერთ-ერთი როლის გამოც ჩვენი ევროპელი კოლეგები იყვნენ აღფრთოვანებულნი, ამ სიტყვას ვიხმარდა, ზუსტად ასე იყო. იყო ის, რომ ბიძინა ივანიშვილმა განსაკუთრებით კითხვა-პასუხის რეჟიმის დროს არ გადაწყვიტა, როგორც სამ დროს ეძახიან ხოლმე, დროის შეჭმა. ვთქვათ, ორ-სამ კითხვაზე მას შეეძლო ესაუბრა დაუსრულებლად. მისთვის სასურველ თემებზე. კი ბატონო, ევროსაბჭოს დეპუტატებმა ვერ გაიგეს ივანიშვილის ენა, ესეთი შეფასება მისცა რუსეთის ერთ-ერთმა ტელეკომპანიამ. ივანიშვილის გამოსვლას ევროსაბჭოში სამწუხაროდ ბევრი გამოხმაურება. როდესაც დაიწყეთ რუსეთის ტელეკომპანიების ციტირება ქალბატონო ეკა? არა, რუსეთის ტელეკომპანიამ ასეთი, როცა საჭიროა, მხოლოდ მაშინ ციტირება. გასაგები, ესე იგი ჩათვალეთ საჭიროც, რომ ახლა რუსული ტელეკომპანიის. მხოლოდ რუსული ტელეკომპანია გამოეხმაურა სამწუხაროდ. სხვა მე ბევრად უფრო მიყვარს ამერიკული და ბრიტანული ტელეკომპანიების არ მინახავს ესეთი შეფასებები. ესეთი არა, უკეთესი და არა, კარგი. არ მინახავს შეფასებები, ზოგადად როგორ გამოეხმაურა. თქვენ თუ მოგაწვით აუცილებლად თქვენს პროდიუსერებსაც, თანაშემწეებსაც ვივეხმარებით ამ ყველაფერში. მაგრამ ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ესე იგი რუსული ტელეკომპანიის გამოხმაურება იყო უარყოფითი, ხო ამას ვეუბნებით? მე არ ვამბობ რუსული, მხოლოდ რუსული კომპანიის გამოხმაურება ვნახეთ. სხვა სიამოვნებით ეკონომისტის გამოხმაურებაზე ბევრად უფრო მიყვარს ხოლმე ეკონომისტის ციტატების მოყვანა. მხოლოდ რუსული ტელეკომპანიის გამოხმაურება ვნახეთ და რუსებს არ მოეწონათ ივანიშვილის გამოსვლა ასე გამოვიდა. ევროსაბჭოს დეპუტატებმა ვერ გაიგეს ივანიშვილის ენა. კი ბატონო. გასაგებია, რუსები თვლიან, რომ ივანიშვილის ენა ვერ გაიგეს ევროპელებმა. ეს არის თქვენი კითხვა ჩემდამი. თქვენ თქვით, რომ არც ევროსაბჭოს დეპუტატებმა რომ ვერ გაიგეს ენა. რუსული არხი ამბობს ამას. და თქვენ ამას ციტირებთ ახლა. არა, მე ციტირებ რუსულმა არხმა როგორც თქვა. გაგზავნით. მადლობთ. ისე თქვენი მითითების გარეშეც გავაგზავნე ბატონ დავით.
არის თუ არა რუსეთის პუტინი პასუხისმგებელი 2008 წელს მომხდარ ეთნიკურ წმენდაზე? 2008 წელს მომხდარ ეთნიკურ წმენდაზე პასუხისმგებელია რუსეთი, როგორც სახელმწიფო, პუტინი, როგორც ამ სახელმწიფოს ხელმძღვანელი და პირველი პირი. ის პირები, რომლებმაც უშუალოდ განახორციელეს ეს ბარბაროსული და ვანდალური აქტი ყოფილი სამხრეთ ოსეთის ტერიტორიიდან ქართული მოსახლეობის გამოძევება, მათი სახლ-კარის გადაბუგვა, ამოძირკვა, სოფლების განადგურება, ამაზე პასუხისმგებელია ყველა ის ადამიანი, ვინც გასცა ეს ბრძანება, ვინც შეასრულა ეს ბრძანება, ვინც წინააღმდეგობა არ გაუწია ამ ბრძანებას და ყველა ამ ადამიანის დასჯას ითხოვს სწორედ კოალიცია ქართული ოცნება და როდესაც ჰააგის ტრიბუნალზეა საუბარი და იქ შესულ სარჩელზე, რომელიც ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების მომზადებულ სქელტანიან ნაშრომს ეყრდნობა და თქვენ იცნობთ ამ ნაშრომს, სწორედ არასამთავრობოებმა მოიპოვეს და გააგზავნეს იქ ეს მასალა და რატოღაც საქართველოს ხელისუფლება მთელი ამ 5 წლის განმავლობაში, 4 წლის განმავლობაში, ანუ ჩაუთვლით ბოლო 6 წელს, ყოფილი ხელისუფლება ამ მიმართულებით არ დგამდა სერიოზულ ნაბიჯებს, იმისთვის რომ სწორედ ეს საკითხები გამოძიებულიყო, ეთნიკური წმენდის საკითხები და ჩვენ სწორედ ჰააგის ტრიბუნალის გამომძიებლებს, რომლებიც საქართველოში მზადდებოდნენ ეთნიკურ წმენდაზე მეუბნებით, ხო? კი ბატონო. გამომძიებლები, როდესაც იყვნენ ჩამოსული საქართველოში, სწორედ ამისი პირობა მიიღეს მათ დღევანდელი სამართალდამცავებისგან, რომ საქართველოს მხრიდან იქნება ყოველმხრივი დახმარება ამ კონკრეტული საკითხების გამოძიებაში. დავით, ეს რაც მიპასუხეთ, ეს ძნელი პასუხია, თქვენ გიმძიმთ ამის თქმა, რაც ახლა თქვით. და თქვენ თვლით, რომ ვინმეს უნძიმს ეს? ჩვენ მოვისმენთ სულ სხვა პასუხი ბატონ ივანიშვილისგან, მან თქვა, რომ ციტირება გავაკეთოთ ხომ? და მოვისმინეთ კიდევაც, რომ ჩვენ პირველ რიგში საკუთარ თავს უნდა მოვთხოვოთ და ვიზამთ კიდეც და ვახერხეთ ამას, რომ ხალხმა პირველ რიგში საკუთარ მთავრობას მოსთხოვოს პასუხი იმ შეცდომებზე. აბსოლუტურად სწორია. აბსოლუტურად სწორია, ხალბატონო ეკა, სწორედ მიხეილ სააკაშვილს რომ არ დაეშვა ის შეცდომები, რომელიც მან დაუშვა. აქ ამ შემთხვევაში კითხვა ეხებოდა პუტინს. არის თუ არა 2008 წლის ეთნიკურ, არა, შინაარს ვარკვევთ და ამ შინაარში და ამ პასუხში ერთხელ არ თქმულა, რომ პუტინი არის დამნაშავე 2008 წლის. ესეც რომელიმე რუსულ სააგენტოში ამოიკითხეთ. არა, ეს მოვისმინეთ, ბატონ დავით, თქვენც მოვისმინეთ, მე მგონი, ხო? ეხლა მომისმინეთ. რამე იქ გამოგჩა? ეხლა მომისმინეთ, დიახ. პირდაპირ ტრანსლაციის მიხეილ სააკაშვილის ტრაგიკულმა შეცდომებმა მისცა საშუალება რუსეთს განეხორციელებანა აგრესია საქართველოს წინააღმდეგ, ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესია, რუსეთს მისცა საშუალება მოეხდინა ქართული ტერიტორიების ოკუპირება და ჯერჯერობით შერჩენოდა ეს ყველაფერი. დიახ, მიხეილ სააკაშვილის შეცდომებმა შეცდომები რომ იქეთ იყოს და როგორ უნდა იყოს იქეთ, რა შეშავს იქეთ? იქეთ კი არა, აქეთ არის. მიხეილ სააკაშვილის შეცდომებმა მივიყვანა ჩვენ ამ სიტუაციამდე. ამაზე ჩვენ ამაზე არ ვლაპარაკობთ? ამის პარალელურად არის თუ არა პუტინი დამნაშავე ეთნოწმენდაში? გავიმეორო თუ ჩანაწერი გამომეორე. რატომ არ თქვა? რას ნიშნავს არ თქვა? ბატონმა ივანიშვილმა თქვა. არა, სად თქვა პუტინი რომ არის მომსმენთ თქვა. პასუხისმგებელი 2008 წლის ეთნიკურ წმენდაში. სად ითქვა ეს? ბატონმა ივანიშვილმა თქვა, რომ საქართველო არის რუსული აგრესიის მსხვერპლი და რუსეთს ამიტომ ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიები და ამიტომ გვჭირდება ჩვენ საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერა. ამიტომ იყო ჩასული სტრასბურგშიც, ჩავა ბრიუსელშიც, ჩავა ვაშინგტონშიც, ჩვენც დავდივართ, იმიტომ რომ სწორედ დასავლური დემოკრატიული სამყაროს დახმარების გარეშე ჩვენ ვერ შევძლებთ გამოვასწოროთ ის შეცდომა, რაც დაუშვა სააკაშვილმა და ის დანაშაული, რაც ჩაიდინა რუსეთმა საქართველოს წინააღმდეგ. რატომ არ ლაპარაკობს? როცა ლაპარაკობს სულ. სააკაშვილის შეცდომებზე სად ილაპარაკა? კითხვა პასუხის რეჟიმში ერთი პასუხი მაინც მithare. ევროსაბჭოს ტრიბუნიდან მან განაცხადა. კითხვა პასუხის დროს, როდესაც მას მანამდე ვინმე სხვა ლაპარაკობდა იქა? არა, მას ძალიან კონკრეტული კითხვა დაუსვეს. მანამდე ვინმე სხვა ლაპარაკობდა. პუტინი რომ არის პასუხისმგებელი ეთნიკურ წმენდაზე. ვერ ხვდებით ახლა, აი რას კადრულობთ, ვერ ხვდებით. რას კადრულობთ? აი ხო და აბა დაფიქრდით რას კადრულობთ. იმ ტრიბუნაზე მანამდე სხვა კაცი იდგა, ვინც თქვა,
ვინც თქვა რომ რუსეთმა მოახდინა აგრესია და ოკუპირებულია რომ პუტინი არის პასუხისგებელი ეთნიკურ წმენდაზე. კაცრავად, ესე თქვენი ფრაზეოლოგიით უნდა ისაუბროს, მან იქნებ დაუწეროთ ხოლმე მანამდე. ფრაზეოლოგიით ისაუბროს, არ ჩემი ფრაზეოლოგიით უნდა ისაუბროს. მე ჩემი საუბრო. ფრაზეოლოგიით წერილებს ბატონ დავით? მე ჩემი ფრაზეოლოგიით წერილ. აი, მან თქვა რომ ის წერილი, რომელიც თქვენ ევროპელებს მიწერეთ, დაწერეთ მისი აქცენტები, მისი კიდე რეები გაქვთ, აბა მითხარით, ხო, რა თქვა, მიდი. როგორ თქვა? ხო, როგორ თქვა, რომ მისი აქცენტები და აზრი და მოსაზრებები იყო იმ წერილში, რომელიც თქვენ რა თქმა უნდა იყო. ესე იგი თქვენ საუბრობთ მისი ფრაზეოლოგიით, როდესაც ევროპელ პარლამენტარებს წერილს წერილს. ძალიან გთხოვთ, თქვენ გადაცემას ხვალ თქვენ ვერ შეხედოთ. არა, თქვენ შეხედოთ, ძალიან გთხოვთ რა. ბატონ დავით. დიახ, ჩემს წერილში იყო ბიძინა ივანიშვილის აქცენტები. ისევე როგორც მის წერილში იყო ჩემი აქცენტები. ისევე როგორც როდესაც ჩვენ ერთი გუნდი მუშაობთ საკითხებზე, ხან წერილობით, ხან ზეპირად, ხან ღონისძიებას გეგმავთ, ხან კანონპროექტს წერთ, ხან პოზიციის შემუშავებაზე მსჯელობთ. რა თქმა უნდა, ჩვენ მუშაობთ ერთად. ხან ჩემი აქცენტები და მოსაზრებები და ინიციატივებია ასახული ივანიშვილის თუ მარგველაშვილის თუ ალასანიას. ხო, მაგას საუბრობთ, თქვენ თქვით რომ თქვენი ფრაზეოლოგიით არის საუბრობს, არ არის საუბრობთ. ესე იგი, მოდი ესე შევთანხმდეთ. შემდეგ, როდესაც სადმე წავა ივანიშვილი, თქვენ ქალბატონმა ეკამ დაწერეთ თქვენი ფრაზეოლოგია, რომელსაც ჩათვლით, რომ ეს იქნება პატრიოტი ივანიშვილისთვის შესაფერისი, რომ ამით ესე იგი თქვენ იქნებით კმაყოფილი, მე სიამოვნებით გადავცემ, შეიძლება გაიზიაროს კიდეც, არ ვიცი, ივანიშვილს უყვარს ზოგადად ესეთი აზრების გაზიარება. მაგნიტსკისიაზე და ტიმოშენკოზე რო ვინმე მკითხოთ რა აზრის ახართ, რა პასუხს გასცემთ ბატონ დავით? მაგნიტსკისია და ტიმოშენკოს და არა, თქვენი აზრი მაინტერესებს. ჩემი აზრი გახლავთ ის, რომ უკრაინაში, რუსეთში, ბელორუსიაში იყო მაგნიტსკის სია კონგრესმა დაამტკიცა მაგნიტსკის სია. არასწორი იყო ის, რომ გირგულიანის სია არ დაამტკიცა დღემდე ევროსაბჭომ და ამერიკის შეერთებულ შტატებმა. გინდოდათ ესე თქვა ივანიშვილს, ასე პირდაპირ? არასწორი ის იყო, რომ მაგნიტსკის სიამდე გირგულიანის სია არ დაამტკიცა შეერთებულმა შტატებმა, ევროსაბჭომ, ევროპარლამენტმა და გირგულიანის კვლელობაში ბრალდებულებს არ აუკრძალა. ევროპაში შესვლა, ამერიკაში შესვლა და ამ ტიპის ამბები. ეს იყო არასწორი. გინდოდათ რომ ესე თქვა ივანიშვილს პირდაპირ იგმეთერში და იმ ტრიბუნიდან? ანუ თქვენ ფიქრობთ რომ საქართველოს ბატონ დავით, მე კითხავსო, მე რა მინდოდა ეს სხვა საქმეა. მე მაინტერესებს, თქვენ ესევე ფიქრობთ რომ საქართველოსა და რუსეთში ადამიანის უფლებათა დარღვევის თვალსაზრისით ერთი და იგივე პრობლემებია, ანუ თუ შევადარებთ საქართველოსა და რუსეთს. საქართველო და რუსეთი ამ თვალსაზრისით ზუსტად ამერიკასაც ერთი სტანდარტებით, ანუ ამერიკასაც უნდა ეთქვა, რომ ზუსტად ისევე ირღვევა საქართველოში, როგორც რუსეთში. ანუ თქვენ რომ განსხვავება მაგნიტსკის სია და გირგულიანის სია მაგნიტსკის გარდა რამდენი ადამიანი დაიღუპა რუსეთში? კი ბატონო, მაგნიტსკისთან ერთად, ადვოკატ მაგნიტსკისთან ერთად, რომელიც ციხეში ცემით მოკლეს. რამდენი ჟურნალისტი დაიღუპა? ძალიან ბევრი ახალგაზრდა დაიღუპა საქართველოში ასევე. რუსეთთან დაკავშირებით თუ გაინტერესებთ ჩემი აზრი, ახლა მომისმენთ. თუ შეადარებთ, თქვით რომ ერთი და იგივე პრობლემები იყო ამ საკითხით. როგორ ერთი და იგივე? ის რუსეთი ეს საქართველოა. 2005 წელს, აი თუ აქცენტებზე საუბრობთ, აიქ არის ჩემი აქცენტები და გამოგიგზავნით იმ ბროშურას, თუ აღარ გაქვთ. რესპუბლიკურმა პარტიამ გამოსცა პატარა ბროშურა. ლიბერალური დემოკრატია რესპუბლიკური პარტიის არჩევანი, ნეობოლშევიზმი, მიხეილ სააკაშვილის არჩევანი. ჯერ კიდევ 2005-6 წლების მიჯნაზე. აი იქ ძალიან კონკრეტული ფაქტებით და მოვლენების შედარებით ჩვენ დავასკვენით, რომ მიხეილ სააკაშვილი, როგორც ქვეყნის მმართველი, დაადგა პუტინის გზას. ისევე მოექცა მედიას საქართველოში, როგორც პუტინი მედიას რუსეთში, ისევე მოექცა ბიზნესს, როგორც რამდენი უნდა მოეკალით, რომ ეს დაგენახათ, გინდა გითხრა ესა? გინდა გითხრა ესა? რამდენი უნდა მოეკალით? ეხა ადამიანის რამდენი უნდა მოეკალით, რომ ასე რამდენი ჟურნალისტი დაიღუპა რუსეთში? რამდენი ტელევიზია დაარბია სააკაშვილმა საქართველოში? დარბევასა და მე ნამდვილად ბატონ დავით. დამაცადეთ პასუხი თუ შეიძლება. მედიას მოექცა ისევე სიტუაცია იყო თუ არა საქართველოს, ხო ძალიან მარტივი კითხვა. სააკაშვილი ჩემდა სამწუხაროდ თქვენ და სამწუხაროდაც. მაგრამ თქვენ ჯერ კიდე არ გინდათ ილუზიებს თავი დააღწიოთ. მე დავაღწია ამას 2004 წელს. ჩემ და სამწუხაროდ ამას ვამბობ. მიხეილ სააკაშვილი დაადგა პუტინის გზას მედიასთან ურთიერთობაში, ბიზნესთან ურთიერთობაში, პოლიტიკურ პარტიებთან და ოპონენტებთან ურთიერთობაში და ბოლოს
კონსტიტუციური ცვლილებებიც პუტინიდან გადმოხატა. როცა გაიმზადა პრემიერ-მინისტრის თუ ასეთი დამნაშავე იყო ეს რეჟიმი. უკაცრავად დავასრულებ თუ შეიძლება. ამიტომ ჩვენ საქართველოში გვინდა დემოკრატია. საქართველოში გვინდა ადამიანის უფლებები. რუსეთში ეს ყველაფერი რომ არ ირღვეოდეს, რუსეთი არ იქნებოდა აგრესორი, რუსეთი არ იქნებოდა ოკუპანტი, რუსეთი არ იქნებოდა რუსეთი. მაგრამ რუსეთზე უკეთესი ვარ, ცოტათი და არაუშავს, არა ბატონებო. ჩვენ გვინდა ვიყოთ ისეთები, როგორიც არის ევროპა. ჩვენი ეს სტანდარტია. და ბოლო წლებში რომ აღარაფერი დარჩა სააკაშვილისას და თქვენს რომ შევაფასოთ. აგერ გეუბნებით კი ბატონო. თქვენს შეიცვალათ. თქვენს ვერ შეიცვალა. აი ამაში დრო შეიცვალა და თქვენთვის ვერ შეიცვალა ეს ამბავი. რატომ არის მაშინ ნაციონალური მოძრაობის გადარჩენა ქართული დემოკრატიის ამოცანა? იმიტომ რომ მოქალაქეთა კავშირი ასე მარტივად რო ჩაბარდა წარსულს და მისი აქტივისტები და ლიდერები ასე მარტივად შეეფარნენ სხვადასხვა პოლიტიკურ ძალებს და ძირითადად ნაციონალურ მოძრაობას, ამიტომ დარჩა მოქალაქეთა კავშირის მიერ გაფუჭებული საქმეები ამ ქვეყანაში ესე მარტივად გადასადები გვერდზე. დავივიწყეთ თვითონ ის ამბები. დიახ, ნაციონალური მოძრაობა და ვინც უნდა ისე გამიბრაზდეს ახლა. ნაციონალური მოძრაობა უნდა გადარჩეს. იმისთვის რომ ჩვენ არ დაგვავიწყდეს რა ჩაიდინა ამ ხალხმა. არ უნდა დაუშვათ ჩვენ ასე მარტივად და ადვილად. არა, თქვენ თქვით როგორც ოპოზიციური ძალა. დიახ, ოპოზიციური ძალა, აბა სხვა რა ბიზნესად ხარ გადაკეთდება. ოპოზიციური ძალა აქვს ყოველთვის პრეტენზია რომ მოვიდეს ხელისუფლებაში. იმას რა პრეტენზია აქვს, ეს მე არ მაინტერესებს. მე რა პრეტენზია მაქვს, ამას გეუბნები. აი, მხოლოდ იმისთვის რომ ხალხს არ დაავიწყოს თუ კონდეს შანსი მხოლოდ იმისთვის. ეს ჩემი ამოცანაა, იმათი ამოცანა რა არის თავად იცოდნენ ეგ. მე შესაძლოა ვთქვი რომ ამოცანა მათი გადარჩენა ნაციონალური მოძრაობის პარტიის იმისთვის რომ არ დაგვავიწყდეს ეს ხალხი. არ დაგვავიწყდეს ჩვენ ეს ეპოქა, რაც საქართველოში 9 წლის განმავლობაში იყო. ისევე როგორც მარტივად დავივიწყეთ მოქალაქეთა კავშირი. ამასობაში ჩვენი ამოცანაა სამართლიანობის აღდგენის თვალსაზრისით, უდანაშაულობის პრეზუმპციის დაცვით, დანაშაულების გამოძიება და კონკრეტული ადამიანების პასუხისგებაში მიცემა. მაგრამ მე ვისურვებდი ამ სახელის პოლიტიკური პარტია თავისი შემადგენლობით, რომლებიც დღემდე ვერ გაერკვნენ სად არიან და რა ხდება ამ ქვეყანაში. დარჩნენ რაც შეიძლება დიდი ხანია. იმიტომ რომ გადაირქმევენ სახელს როგორ არის ახლა ეროვნული მოძრაობა. ან კიდე არ ვიცი, ძალიან კარგი ეროვნული მოძრაობა. და ამითი გადავფაროთ ეს ყველაფერი, რომ ვითომ პოლიტიკურად არავინ არაფერზე პასუხისმგებელი არ არის. არა ბატონებო და ქალბატონებო. ნაციონალური მოძრაობა, როგორც პოლიტიკური პარტია. სანამ სამი კაცი მაინც დარჩება. სანამ სამი კაცი მაინც დარჩება ამ პოლიტიკურ პარტიაში, მე ვისურვებდი ის არსებობდეს. რომ არ დაგვავიწყდეს ეს ყველაფერი რაც მოხდა. ქართული დემოკრატიის ამოცანა, როგორც ბატონმა ივანიშვილმა თქვა, არის მესამე ძალის შექმნა და ეს ძალა უნდა შეიქმნას ირმა ინაშვილისგან და ნინო ბურჯანაძისგან. თქვენ თუ ფიქრობთ ასე, რომ ქართული დემოკრატიის ამოცანა ისეთი ოპოზიციური ძალები გაძლიერდნენ, რომლის სათავეში იქნება ან ირმა ინაშვილი ან ნინო ბურჯანაძე. ეს თუ წარდგება ქართულ დემოკრატიას. მე ვეჭობრო ეს ციტატა იყოს ივანიშვილისგან, მაგრამ ერთ წუთი დავეთანხმებით. დემოკრატიის ამოცანა არა, ქართული დემოკრატიის ამოცანას არა. მან თქვა რომ მესამე ძალა უნდა შეიქმნას. მესამე ძალა უნდა შეიქმნას კი არა, მესამე ძალა არსებობს ამ ქვეყანაში. მესამეა, მეოთხეა, პირველია, მეშვიდეა, მე არ ვიცი. ბურჯანაძეც არსებობს, ინაშვილიც არსებობს, არ ვიცი, კუკაშვილიც არსებობს. კუკავა არსებობს, უკაცრავად კახა, ხვალ არჩევნებია, რა თქმა უნდა, წარმატებას ვერ გისურვებ, მაგრამ გვარის დამახინჯებისთვის მოდისურვ. პოლიტიკური პარტიები მესამეც არსებობს, მეოთხეც და მეშვიდეც. ამ პარტიების არსებობა არის ფაქტი. რომ დემოკრატიისთვის კარგი იქნება, რომ ინაშვილს არ აქვს დღეს პოლიტიკური პარტია, რომ ირმა ინაშვილის იდეოლოგიური ხაზით შეიქმნას პოლიტიკური პარტია. იქნება თუ არა ეს წარმატება. ირმა ინაშვილის იდეოლოგიას თუ მხარს უჭერს 100 მოქალაქე, ან 100,000, ან 100 მილიონი, არ ვიცი. თუ ასეთი შეხედულებების მხარდამჭერი მოქალაქეები არსებობენ ქვეყანაში, ჯობია ისინი იყვნენ ორგანიზებულნი და ყავდეთ ორიენტირი. ეს არის ელემენტარული ამბავი დემოკრატიის, სოციალური, არ ვიცი, ცხოვრების. ელაპარაკა, ანუ ხარ ფიქრობთ, რომ ბატონი ივანიშვილი ბურჯანაძეს და დიახ, ელაპარაკა, ასე თქვა, ეს არის ციტატა, რომ მე ველაპარაკე უკვე ბურჯანაძეს და ინაშვილს, რომ კარგი იქნებოდა მათ შეექმნათ პარტია. ეს ხომ არ არის ბატონი ივანიშვილისგან? ასე არ არის ეს? ბურჯანაძეს პარტია აქვს. ახლა როგორ წარმოგიდგენიათ, რომ
ივანიშვილი შეხვდა ბურჯანაძეს და უთხრა რომ ნინო პარტია უნდა შექმნაო? არა, პარტია უნდა გააძლიერო, მესამე ძალა უნდა იყოთო. როდის შეხვდა ხო არ იცით ამეკეცოდინები? ასეთი დეტალები არ ვიცით, თქვენ თუ არ უნდა იცით, მაშინ მე დამიჯერეთ თუ არ იცით. თუ რასაც ამბობს იმის მიხედვით თუ თუ არ ამბობს. იცით, მე დამიჯერეთ. კი ბატონო, მაშინ რას ბატონი ივანიშვილი ამბობს და ამას სრულად ვეთანხმები, რომ დღევანდელ საქართველოს პარლამენტში, რა თქმა უნდა, ყველა პოლიტიკური ძალა, დღევანდელი, წარსული, მომავალი კიდე არ არის წარმოდგენილი. ამიტომ პოლიტიკური სპექტრი საქართველოში არ შემოიფარგლება პარლამენტში წარმოდგენილი ძალებით. ეს ასეა, ყოველთვის ასე იქნება. არა მარტო 5%-იანი ბარიერის პირობებში უნდა შევეგუოთ ამ ამბავს. ამიტომ დღევანდელი პარლამენტი ეს არ არის სრულად საქართველო. დანარჩენი პოლიტიკური პარტიები თუ მოახერხებენ თავიანთი იდეოლოგიის, არ ვიცი, თავიანთი შეხედულებებით ქართველი ხალხის მოხიბლას, ცხადია თუ ეს იდეოლოგია და ეს მეთოდები და საშუალებები არის კონსტიტუციის და კანონის ფარგლებში, ჩვენ დიდი სიამოვნებით ამ შემთხვევაში როგორც რესპუბლიკელი ისე გეუბნებით და როგორც კოალიცია ქართული ოცნების წარმომადგენელი, დიდი სიამოვნებით ყველას შევეჯიბრებით და თავისუფალ და სამართლიან კონკურენციაში, რომელიც დამკვიდრდება ამ ქვეყანაში ბოლოს და ბოლოს და უახლოესი არჩევნები გვაჩვენებს ამას, დავამარცხებთ იმით, რომ ჩვენ მეტი მხარდამჭერი გვეყოლება. მე ამისი მჯერა. თუ ხელოვნურად შეიქმნა? რას შევს ხელოვნურად შეიქმნა? ესე ნაციონალურ მოძრაობას სულ აბრალებდით, რომ მაგალითად ქრისტიან დემოკრატიული პარტია ხელოვნურად თქვა. ეხლა ბიძინა ივანიშვილის მეტი რესურსი აქვს, რომ მას შექმნას ხელოვნურად პარტიებს. ბიძინა ივანიშვილის ხელოვნურად შექმნილი პარტია აქვს, ერთი ცალი პარტია, ხელოვნურად ანუ ახლიდან შექმნილი, მას ქვია ქართული ოცნება. ბიძინა ივანიშვილის გარეშე ეს პარტია არ შეიქმნება. თუ ნაციონალურ მოძრაობას შეეძლო ხელოვნურად შექმნა და შექმნა ესეთი პარტიები, მაშინ ბიძინა ივანიშვილს აქვს კიდევ უფრო მეტი რესურსი, ამ შემთხვევაში ფინანსური რესურსი, რომ შექმნას ასევე ხელოვნურად სატელიტი პარტიები. აბსოლუტურად მართალი, რომ არა პატარა რამე რომ არ გავიწყდებოდეთ. მიხეილ სააკაშვილი ეს იყო ერთი, ბიძინა ივანიშვილი ეს არის ორი. ბიძინა ივანიშვილი ამბობს, რომ მე შევხვდი ქალბატონი ინაშვილს და კარგი იქნება თუ ქალბატონი ინაშვილი და ბურჯანაძე შექმნიან მესამე ძალას საქართველოში, ეს რას ნიშნავს, ბატონ დავით? ეს რომ ქართული ხალხი ირჩევს ინაშვილის იდეოლოგიას, თუ ბატონი ივანიშვილი აკეთებს სტიმულირებას, ხელოვნურ სტიმულირებას ამ ოპოზიციური პარტიების შექმნისა. ივანიშვილის მიმართ რა ბრალდება ამ მომისმენია და ეს ახალი ამბავია, ეხლა უნდა ვიფიქრო ამაზე, ეს მარტივად გასააზრებელი თემა არის. ესე იგი, ბიძინა ივანიშვილი ზის ახლა, ბიძინა ივანიშვილი ზის, ესე თქვენ წარმოდგენებით, ზის და ფიქრობს. ეხლა კოალიცია ქართული ოცნებით მე მოვახერხე ის, რაც მოვახერხე. ეხლა მე უნდა წავიდე შევხვდე ინაშვილს, ბურჯანაძეს, კიდევ რა ვიცი, ვინიცით ასეთი. მაგალითად ნოდარ ნათაძე, უფრო დიდი გამოცდილებაა ქართულ პოლიტიკაში. ესე იგი, ივანიშვილი ზის თურმე ახლა და ესე ამაზე მუშაობს. რომ როგორ შევქმნა ეხლა მე ვინმე სხვა ადამიანებისგან ახალი პარტია. არ ვიცი, ავადმყოფურ ტვინში დიდი ბოდიში ქალბატონო ეკა რა, ძალიან ბევრი რამე შეიძლება მომწიფდეს. მართლა, კი. ავადმყოფურ ტვინში ბევრი რამე შეიძლება მომწიფდეს. და თუ ეს მომწიფდა ბატონი ივანიშვილის ტვინში, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის ავადმყოფურია? თუ თქვენ ამას დაადასტურებთ, თქვენ იტყვით, რომ ავადმყოფურია. რომ ესე იგი ივანიშვილმა დაიწყო ეხლა ინაშვილის როდის შეხვდა, რა შეხვედრაზე ველაპარაკებთ? ინაშვილს შეხვდა, მე რაც ვიცი, ინტერვიუ მისცა რამოდენიმე თვის წინ. მე ინტერვიუს შემდეგაც შეიძლება დალაპარაკებათ. არ ვიცი, რა შეხვედრაზე მელაპარაკებთ? ბიძინა ივანიშვილი ამბობს, რომ საქართველოში ნაციონალური მოძრაობის და კოალიცია ქართული ოცნების გარდა არსებობენ სხვა ძალებიც, რომლებაც ვერ შეძლეს, ზოგმა არ მიიღო მონაწილეობა, ზოგმა ვერ შეძლო პარლამენტში შემოსვლა და ეს ხალხი არის ოპოზიცია. რა თქმა უნდა, ოპოზიცია. აბა, ხელისუფლების ნაწილი ხო არ არიან? მესამეც იქნება, მეოთხეც იქნება, გვიდგებით საქართველოში მართლა იქნება მრავალპარტიულობა. მაგრამ კიდე გეუბნებით, თუ მართლა ამაზე უნდა ვიმსჯელოთ დღეს ჩვენ რომ ბიძინა ივანიშვილი ზის და ქმნის თუ არა რამე ახალ პარტიას იმისთვის რომ კოალიცია ქართულ ოცნებას პრობლემები შეუქმნას. არა, პრობლემები შეუქმნას, რატო პრობლემები შეუქმნას? აბა როგორ? რატო თქვენ ნაციონალური მოძრაობა იმისთვის ქმნიდა ქრისტიან დემოკრატიულ მოძრაობას რომ პრობლემები შეექმნა თავისთვის? ისთვის ქმნიდა. თქვენ უკეთესად იცით, როგორც სატელიტ პარტიას, ხო? როგორც სატელიტ პარტიას. არა, არ ვიცი, ისევ კარგად ვიცი, როგორც თქვენ სამზარეულო. ძალიან კარგად იცით ეს ამბები. თქვენ ხო ამ მუდმივად აბრალებდით, რომ არის სატელიტური პარტია, რომელიც შეეძლო გამოეყენებინა. ნაციონალური მოძრაობა ქრისტიან დემოკრატიული. როცა საჭირო გახდებოდა ეს გამოეყენებინა და ეს გამოეყვანა როგორც მთავარი ოპოზიციური ძალა ქვეყანაში. ნაციონალურ მოძრაობას ვისი შექმნაც უნდოდა და ეს ქრისტიან დემოკრატებზე მეტად შეიძლება ბევრ სხვას ეხება. ისინი სწორედ პარლამენტში შეიყვანა. გაიხსენეთ კარგად ეს ამბები. პარლამენტს გარეთ ვინმეს ქმნიდა ნაციონალური მოძრაობა, რომ ქუჩაში ირბინონ და პრობლემები შემიქმნანო?
იქნება ასეთის დამისახელოთ ვინმე. ქუჩაში ირბინონ მარტო ქუჩაში მარტო პარლამენტში შესაძლოა იმიტომ რომ არსებობს პოლიტიკური ამოცანა იმ დროს არსებობდა სხვა პოლიტიკური ამოცანა დღეს არსებობს რა ამოცანა არსებობს როგორ არის გასაგები კაცო არჩევნებიდან 6 თვის შემდეგ ჭუატყოფელი ადამიანი ქუჩაში მესამე ძალა მესამე ძალა არსებობს ჭუატყოფელი ადამიანი ბატონი ის ამბობს ხედავს ამ ხალხს რომ უნდა შეიქმნას მესამე ძალა სწორია ისინი არსებობენ მაგრამ თქვენ მეუბნებით რომ ეხმარება კი ბატონო სხვებიც არსებობენ ეხლა იგივე ამბავია ესე იგი კიდე მომეც ეს ჩამონათვალო მიუტანო ბატონ ბიძინას რომ თუ ვინმეს ახსენებ გაარკვეთ და მერე ვისაუბრებ თუ ვინმეს ახსენებ თავისუფლად ესეც მიაწოდეთ თქო რა გავლენა აქვს მას ქართულ ოცნებაში გია ხუხაშვილი გიას ვიცნობ დაახლოებით 15 წელია შეიძლება მეტი ზურაბ ჟვანიასთან მეგობრობის გამო გია ხუხაშვილი იყო ერთ-ერთი პირველი პირველი არა, მაგრამ ერთ-ერთი მშვიდობიან პერიოდში, რომელიც ვიღაცეებმა სასიკვდილოდ გაიმეტეს. გახსოვთ ეს ფაქტი? არ ვიცი. სხვა რამეს გეკითხებით. ვინ არის დღეს გია ხუხაშვილი? რა გავლენა აქვს მას ბატონ ივანიშვილზე და ქართულ ოცნებაში? გია ხუხაშვილმა იმ პერიოდიდან მე ამის ფაქტი იმიტომ გავიხსენე, ეს არ იყო მარტივი ამბავი და სიკვდილს გადარჩა მაშინ ეს კაცი. დახვდნენ ქუჩაში, გასტეტებით ასე შემდეგ გახსოვთ. და ეს უკავშირდებოდა გია ხუხაშვილის ძალიან კონკრეტულ კითხვებს ძალიან კონკრეტული ბიზნეს ინტერესების მქონე ადამიანების მიმართულებით და მოხდა ასე. მაგრამ გადარჩა გია და გააგრძელა ეს მუშაობა. მას შემდეგ გია ხუხაშვილი როგორც თავად თქვა გულისწყვილის გასაზიარებლად ქართველი ბიზნესმენების მიციტატა. მეც მისულვარ გიასთან მაგალითად 2006 წელს ჩვენ გაუზიარეთ ერთმანეთს გულის ტკივილები და გია ხუხაშვილი ჩვენი პარტიის ეგიდით იყრიდა კენჭს ადგილობრივ არჩევნებში, თორსტებით დიდუბის საარჩევნო ოლქში. დიახ, მე გაუზიარე ეს გულის ტკივილი და რესპუბლიკელებმა მაშინ შევთავაზეთ მას. ეს რა ძალა და რა გავლენა აქვს ადამიანს. გია ხუხაშვილი არის აქტიური მოქალაქე, აქტიური პოზიციების მქონე ადამიანი. ბიძინა ივანიშვილს აქვს საკმაოდ მეგობრული ურთიერთობა გია ხუხაშვილთან. გია ხუხაშვილი მე ბოლოს როდის ვნახე გამიჭირდება ამის თქვა, შეიძლება ერთი თვის წინ გია ხუხაშვილი არ მონაწილეობს კოალიციის პოლიტიკური საბჭოს შეხვედრებზე, არ ვიცი, სხვა ჩვენს შეკრებებზე და თავყრილობებზე. ამასობაში ბიძინა ივანიშვილს ჩემს გარდა ყავს სხვა ადამიანები და ხალხი. 10 ადამიანი შევიკრიბოთ და გავარჩიოთ 1-10 კარგი თბილისელი ქუჩაში გაზრდილი, გამოცდილი ჩხუბში ბიჭი შევიკრიბოთ და გავარჩიოთ თელიასა და ახალგაზრდა იურისტების მძღოლის საქმე. აი ეს რომ მოისმინეთ. ციტატა გია ხუხაშვილისგან. ციტატა. ეს ძალიან კარგად უნდა იცოდეთ. ძალიან არასწორი ციტატაა. არანაირი აფიკაციის. არა, შინაარსგეუბნებით. შინაარსგეუბნებით ციტატა არც მე მაქვს და გენდობით ასე თქვა. კოტირებებში და ციტატებში. გვერდიც კი გახსნილია Facebook-ში. გენდობით მე. ამ ტიპის განცხადება ხუხაშვილისგან იქნება, სააკაშვილის იქნება, ეკვესიტაძის იქნება, უსუფაშვილის იქნება, არასწორი განცხადებაა. გია ხუხაშვილი? გია ხუხაშვილის ეს განცხადება არასწორი განცხადებაა. აი ეს განცხადება, რომ მომავალი პრეზიდენტი რა უფლებებითაც არ უნდა იქნეს ის წარმოდგენილი, აუცილებლად მისაღები უნდა იყოს როგორც აფხაზებისათვის და ოსებისთვის, ასევე რუსეთისთვისაც. ეს ციტატა რამდენად არის თქვენთვის მისაღები? აი ეს სტატია უკვე თუ რა ინტერვიუ წაკითხული მაქვს, ეს რამოდენიმე დღის წინ იყო. იქ ცოტა სხვა რამეზეა საუბარი, რომ პრეზიდენტს უნდა შეეძლოს იმათთანაც ურთიერთობა. მე ამაში ვეთანხმები. ჩვენ უნდა ყავდეს ესეთი პრეზიდენტი, ესეთი პრემიერი. მისაღები არა. ვისაც შეეძლება რუსებთანაც ურთიერთობაც იმასთან ერთად, რომ შეეძლება ვაშინგტონთან ურთიერთობა, ჩინეთთან ურთიერთობა, აფხაზებთან ურთიერთობა, რუსებთანაც ურთიერთობაც. მე ვამატებ. ანუ ესე იგი რაც თქვა, კიდევ ვამატებ ამას. დიახ, ჩვენ გვჭირდება ისეთი პრეზიდენტი, რომელიც შეძლებს ყველა მნიშვნელოვანი მიმართულებით, ყველა მნიშვნელოვან საკითხზე საუბარს და ურთიერთობას ყველასთან, ვისთანაც საქართველოს ბედი, საქართველოს მომავალი, ვისთან ურთიერთობაზეც არის დამოკიდებული. როდესაც გია ხუხაშვილი საუბრობს, უნდა ვიგულისხმოთ თუ არა, რომ ის შესაძლოა ახმოვანებდეს ბატონ ივანიშვილს, ან ბატონ ივანიშვილზე მოქმედებდეს მისი მოსაზრებები. არ მგონია ასე. მაშინ რატო ითვლება ის ერთ-ერთ ყველაზე მთავარ ეგრეთ წოდებულ ნაცრისფერ კარდინალად? ვის მიერ ითვლება ეს ასე? საზოგადოების მიერ. არ ვიცი, თვლი რომ ეს საზოგადოება ცდება. ანუ მისი გავლენა არის გადაჭარბებული. მაშინ რატო აძლევს უფლებას ბატონი ხუხაშვილი თქვას, რომ კობა დავითაშვილი თუ ის არ შეიცვლის ასრს, უნდა დაწავიდეს გუნდიდან?
გია ხუხაშვილს აქვს აზრის თავისუფლება, სიტყვის თავისუფლება, მათ შორის არასწორი სიტყვის თავისუფლებაც. და ერთ-ერთ მის არასწორ სიტყვაზე მე უკვე მიგითითებთ. კი ბატონო, მოდით ისევ ამ ამბავს დაუბრუნდეთ თელიას ამბავს, როდესაც ერთ-ერთი მაღალჩინოსანი გაეხვა, ესე ვთქვათ, არასასურველ ისტორიაში ახალგაზრდა იურისტთა მძღოლთან და იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელთან, თქვენ კარგად გვახსოვს იურისტთა ასოციაციის პროტესტი ამ თემასთან დაკავშირებით. თელიამ არ აგო პასუხი იმის გამო, რომ მან შეურაცხყოფა მიაყენა ახალგაზრდა იურისტთა თანამშრომელს. ასევე იმის გამო, რომ ის მართვის მოწმობის გარეშე გადაადგილდებოდა. ჩვენ გვახსოვს ლუკა კურტანიძის ამბავი, ამ სტუდიაში მე ბევრჯერ მომისმენია ქალბატონი ხიდაშელისგან, ქალბატონი წულუკიანისგან, როდესაც ის ბოლოს იყო, რომ გამოძიება მიმდინარეობს და დასრულდება, მაგრამ ჯერ ვერ მოვისმინე დასრულებული გამოძიების შედეგები. მალე მოისმენთ ძალიან ბევრი გამოძიების დასრულების შედეგებს, იმიტომ რომ როგორც მეუბნებიან, ძალიან ბევრი გამოძიებაა დასრულების სტადიაში. ჩვენ გენერალური პროკურორის გვეყოლება, მაგრამ აი ამ თემებზე, როდესაც შერჩევით გამოძიება ძალიან მალე დასრულდება, როგორც მეუბნებიან. როცა შერჩევით სამართალზე ვსაუბრობთ, ბატონ დავით, იმიტომ რომ თქვენ გახსოვთ, რომ იგივე რეგიონალური ჟურნალისტები, როდესაც შეხვდნენ ბატონ ივანიშვილს, მან დასვეს კონკრეტული საკითხები კონკრეტულ თემებთან დაკავშირებით, პოლიციის ცუდქმედებასთან დაკავშირებით კახეთში. არც ერთ იგივე, ვთქვათ, ფოთში, ქალბატონ ბესელიას ქმედებებთან დაკავშირებით, არც ერთ ამ საკითხს არ მოჰყოლია გაგრძელება, მიუხედავად იმისა, რომ ბატონმა ივანიშვილმა ესეთი პირობა დადო. უნდა ველოდოთ თუ არა? მე ასეთ რამეს შემოგთავაზებთ, არც ერთი ბევრი, ზოგიერთი, ცოტა ისეთი კატეგორიებია. ახლავე თხოვთ გადმომცეთ, თუ გაქვთ აქ, თუ არ გაქვთ, იცით ჩემი საფოსტო მისამართი და მომაწოდეთ ყველა იმ კონკრეტული ფაქტის შესახებ, რომელზეც დაისვა კითხვები და პასუხები არ არის გაცემული. ეს რეგიონულ ჟურნალისტებთან შეხვედრაზე იქნებოდა, თქვენ მოხვდათ თვალში თუ სხვას მოხვდა. ძალიან გთხოვთ კონკრეტული ფაქტები, შემოვნებით. კონკრეტული ფაქტები მომაწოდეთ და ძალიან კონკრეტულ პასუხებს მოგაწოდეთ. ბატონ ივანიშვილთან დაკავშირებით თქვენ თქვით, რომ კითხვები მოიხსნა, როცა ის ევროსაბჭოში გამოვიდა. თქვენ ესე ფიქრობთ, თუმცა ბევრი ფიქრობს, რომ პირიქით ეს ეჭვები გამყარდა. აი ბევრი ვინ მაგალითად შეგიძლიათ თქვა? ოპონენტები ივანიშვილის, რომელიც ყავს. ოპონენტები იმის გამო, რომ მაგნიცკიზე, იმის გამო, რომ პუტინი არ დაადანაშაულა პირდაპირ და საერთოდ არც ერთი ინტერვიუ არ არსებობს, სადაც ის ოდნავ მაინც ადანაშაულებს რამეში რუსეთის პრეზიდენტს ან მასზე კრიტიკულ აზრს გამოთქვამს. კი ბატონო, ეს თქვენი ტაქტიკაში არა, ამ შემთხვევაში აგვისტოს ომის გამოძიებასთან დაკავშირებით, როცა მან განაცხადა, რომ იქ რაღაც კედელი ჩამოინგრა და მაინდა-მაინც ბევრი არაფერი არ მომხდარა და ქართულმა მხარემ იმაზე ადრე დაიწყო საბრძოლო მოქმედებები, ვიდრე რუსული ჯარი შემოვიდოდა, როცა ტალიანის კომისია აბსოლუტურად სხვა რეალობას ასახავს. აი ეს ყველაფერი ერთად თქვენი აზრით არის გადაცდომები, ინფორმაციის არქონა, თუ თქვენ მაგალითად რა შთაბეჭდილება დაგჭირთ, ან რა გაცდა დაგებადათ, როდესაც ამ გამოსაგამოძიებო კომისიასთან დაკავშირებით ივანიშვილის ეს შესავალი მოისმინეთ. მე ახლა მართლა მოთმინებით ვარ ახსილი და ამ გადაცემაში არ ვაპირებ რაღაც ისეთ ამბებს, მაგრამ ერთი თქმა უნდა მექნება. დიახ. როდესაც დაგიგროვდებათ ამდენი კითხვა, ბატონ ივანიშვილს არა, უკაცრავად. სიამოვნებით დავუსვა ბატონ ივანიშვილს. უსუფაშვილთან ამდენი კითხვა, როდესაც დაგიგროვდებათ, ძალიან გთხოვთ, ნუ დაუძახებთ ზვიად ძიძიგურს, დავით გამყრელიძეს, დავით საგანელიძეს, ვინმე სხვას, ნებისმიერს. დამიძახეთ მე და რამდენჯერ უსუფაშვილთან კითხვები რო დაგიგროვდებათ მეთქი. იმიტომ რომ მე ახლა თან პარალელურად ვითვლი, თქვენ დასვით მე მგონი მე-9 კითხვა და მეკითხებით, ესე იგი ივანიშვილმა ეს თქვა, ივანიშვილს ეს უნდა, ამას გულისხმობს, იმას გულისხმობს. ძალიან გთხოვთ, ამიტომ მე მინდა გთხოვოთ, უსუფაშვილთან რომ დაგიგროვდებათ კითხვები, ვინმე სხვა არ მოიყვანოთ აქ. დამიძახეთ მე. თქვენთან მაქვს ერთი კითხვა. სარეიტინგო ყველაფერზე გიპასუხეთ. შეიძლება ამას შევთანხმდით, მე მგონი ელემენტარული თემაა აღიაზრეთ. იმაზე შევთანხმდით, რომ ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მაშინ არ მხოლოდ კომპლიმენტები მაქვს დაგროვებული თქვენს მიმართ და ჩემს გადაცემაში კომპლიმენტებზე აი ამაში ყოფილა საქმე. აი მაშინ დაუბრუნდეთ იმ ამბებს. სარეიტინგო კენჭისყრის მომხრე
ვინ მიიღო გადაწყვეტილება სარეიტინგო ივანიშვილმა? არა, იმიტომ რომ ეს საბოლოო ჯამში სხვანაირად გამოჩნდა ეს. გეტყვით როგორც გამოჩნდა რაღაც საზოგადოების გარკვეული ნაწილისთვის, რომელიც ამის შესახებ გამოხატა თავისი აზრი, რომ თქვენ მიიღეთ გადაწყვეტილება სარეიტინგო კენჭისყრის შესახებ, რომელიც იყო იმ მომენტში უმნიშვნელოვანეს გადაწყვეტილება. ეს ამან თქვენ დაგახასიათეთ ძალიან კარგად როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, მეორე დღეს ბატონმა ივანიშვილმა თქვა, რომ თქვენ იყავით ამის წინააღმდეგი და მხოლოდ მას შემდეგ მიიღეთ ეს გადაწყვეტილება, რაც მან გითხრათ სატელეფონო საუბრის დროს. იყავით თუ არა თქვენ პირადად სარეიტინგო კენჭისყრის? გეტყვით ყველაფერს, მაგრამ მე უცებ შემშურდა იმ ადამიანების, რომლებიც ასე მარტივად აზროვნებენ ცხოვრებაში და ესე იგი ჯერათ, რომ ივანიშვილი ესე იგი ზის თავის სასახლეში და ცდილობს, რომ იქ ვიღაცა რამე კარგი თუ ჩაიდინა, ვაიმე ეს ახლა სხვას არ დაეწეროს, მე უნდა მომეწეროს და ამიტომ აი ეს ხო კითხვა ხო ამას ნიშნავს. და ბედნიერება ასეთი აზროვნება. იმიტომ რომ ასე თუ აზროვნებ ადამიანი ხო ესე უბედნიერესი ხარ. არაფერი არ გაწუხებს, ყველაფერი ლამაზია. დავით უსუფაშვილი იყო თუ არა სარეიტინგო კენჭისყრის წინააღმდეგი? სარეიტინგო კენჭისყრამდე მოვალ, მაგრამ მართლა გულწრფელად შემშურდა ასე მოფიქრალი და მოაზროვნე ადამიანები. კარგია რომ შეგშურდეთ, ეხლა პასუხი მოგეცეთ. მაგრამ ალბათ ამას დიდი ნიჭი უნდა რომ ეს ასე წარმოიდგინო, ივანიშვილი ზის, უსუფაშვილმა რაღაცა ვიმე ხალხს მოეწონა და ეხლა იმას არ მიეწეროს, ეხლა რამე არ წამართვას მე რამეშიო. კაი. რაც შეეხება სარეიტინგო კენჭისყრას. სარეიტინგო კენჭისყრის თემა საკმაოდ საინტერესოდ განვითარდა, იმიტომ რომ როდესაც ნაციონალურ მოძრაობამ ეს საკითხი დასვა ასე, ჩვენ ამას მოვითხოვთ და ჩვენ ასე იქნება და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, ჩვენ გვქონდა შიდა კონსულტაციებიც, მე როგორც პარლამენტის თავმჯდომარეს აქედან გამომდინარე, უმრავლესობის თავმჯდომარესაც და უმცირესობის თავმჯდომარესაც ბუნებრივად მევალება ამ თემებზე საუბარი, კონსულტაციები და ასე შემდეგ. ამ კონსულტაციების შედეგად მე უმცირესობას ძალიან კაფეო დაუხსენი, რომ ეს არ იყოს სწორი, ეს არ იყოს საჭირო. მე სპეციალური ისიც გავაკეთე გამოსვლა სატელევიზიო მე მგონი, რომ ახლა ამოწოს. ხო, აქ მარტივი კითხვა. ძალიან მარტივად მოვდივარ რა იქამდე. ძალიან მარტივად მოვდივარ მანდამდე. მაგრამ ვინაიდან ეს კიდე კტრიალებს ეს თემები, მინდა რომ ყველაფერი იცოდეთ, აი დეტალები. თქვი რომ ეს არ არის საჭირო, იმიტომ რომ ჩვენ ვამბობთ, რომ დიახ, ნაციონალური მოძრაობის წევრთა მხარდაჭერის გარეშე ეს პროექტი ვერ გადის. ამას ვამბობ, მე ვამბობდი, ცოცხალი რის ვარ, რეიტინგი აგერ გამოვედი, ვლაპარაკობ, აი არითმეტიკა, ამდენს გამოვაკლოთ, ამდენ და ასე შემდეგ. მე ვიყავი სასტიკი წინააღმდეგი ამ გადაწყვეტილების მიღების. ისევე როგორც იყო წინააღმდეგი უმრავლესობის წარმომადგენლობა პარლამენტში, ივანიშვილიც იყო წინააღმდეგი. ბოლო დღეს მოვლენები განვითარდა ასე. ეხლა ყველაფერს ვერ ვიტყვი მაინც, იმიტომ რომ მაინც მოლაპარაკებებს თავისი საქმე, მაგრამ უმცირესობის წარმომადგენლები. არა, მარტო ეგ არ გაინტერესებს. ბაი, ბევრი სხვა რამეა მან საინტერესო. უმცირესობის რამოდენიმე წარმომადგენელი იმ დღის განმავლობაში, რამოდენიმე ცოტა ისე ნათქვამია, თითქმის ნახევარი. მოდიოდა და მეუბნებოდა, თხოვდა. რამე მოვიფიქროთ. რამე გამოსავალი ვნახოთ. და სულ გადასარევი გამოსავალი. გინდათ კიდე უფრო დეტალები. მე არ მინდა ამ ადამიანებს ყველაფრის მიუხედავად, მაინც ჩემგან არ მინდა რაღაც უხერხულოები შეუქმნა სხვასთან. იმიტომ რომ ამ ხალხის უდიდესი უმრავლესობა, უმცირესობის უმრავლესობა თვლიდა, დიდი ხანია თვლიდა, დეკემბერშივე თვლიდა. რომ არ იყო საჭირო წინააღმდეგობის გაწევა ამ კონსტიტუციების სხვა მისაცემი იყო. აქ იყო ერთი ადამიანის პრობლემა, რომელიც იცით რა შვებოდა იმ დღეს? თბილისში დაიბარა მთელი უმცირესობა ჯერ. იმიტომ რომ ჩემთან მოვიდნენ ამ თხოვნით. შეიძლება სხდომა 2 საათით შევწყვიტოთ, 3 საათით. აი გავფრინდებით და ჩამოვფრინდებით. ამდენად უნდოდა რომ ასე ხელში ყოლოდა ყველა რომ ვაიმე რა ვინმე რამე გადაწყვეტილება არ მიიღოს. მერე ჩამომზადდა თვითონ ქუთაისში. კიდე შედგა საუბრები. გამოიძებნა მოდელი, რომელთაც მიხეილ სააკაშვილის ამ ახირებას, რომ მას უნდოდა ტაბლოზე დაენახა სანუკვარი ციფრი, რომ ქართული ოცნება არის ასე ნაკლები, თუმცა ეს ციფრი ოქმებში წერია და ბევრგან წერია. ამ ტაბლოზე მას ამ ციფრის დანახვის სხვა საშუალებას ვაძლევდით. ამ წინადადებით თვითონ უმცირესობის წარმომადგენლები მოვიდნენ. უმრავლესობა შევიკრიბეთ. საბოლოოდ მიიღეთ გადაწყვეტილება, ვისი გადაწყვეტილება იყო ეს? დამაცადეთ, აი უკვე ახლოს ვარ უკვე მისული. რადგან დეტალები გაინტერესებთ, უნდა მოგიყვეთ, ისე არ წავალ აქედან. წავიდა ეს ხალხი. დეტალებიც მოგეყავით. კი ბატონო, სიამოვნებით. წავიდნენ უზენაესთან. სათათბიროდ. ჩვენ უმრავლესობა ვიყავით შეკრებილი და თათბირობდით ასევე. უზენაესთან თქვენ წახვედით? არა, ჩვენ იქ ვიყავით. თქვენს უზენაეს. ჩვენ უზენაესი თბილისში ბრძანდებოდა. რა თქმა უნდა, იმ შექმნილ კონკრეტულ ვითარებაში რა ვითარებაც შეიქმნა.
მე დაურეკე ბატონ ბიძინა ივანიშვილს და უთხარი აი ეხლა ასეთი ვითარება ისინი წავიდნენ ამ მოდელით ჩვენ მსჯელობთ მაგრამ არ მაქვს იმედი რომ დათანხმდებიან ამაზე ბატონ ბიძინას პასუხი იყო ეს თუ მოსაზრება არც მე მგონია რომ ისინი დათანხმდებიან იმიტომ რომ სააკაშვილი მან სწორედ მაგიტო ჩამოვიდა რომ ვინმეს ფეხი სადმე არ გადაუცდეს და ესე იგი სხვა გადაწყვეტილება არ მიიღონ ამასობაში მოვიდა უმცირესობის მესიჯი ასე ვთქვათ ახლახეს ტერმინია მაცნე მოვიდა ანუ მესიჯი რომ სამწუხაროდ არ გამოდის ეგ ვარიანტი ასე რომ ჩვენ დავდექით იმ ძალიან კონკრეტული რეალობის წინაშე ან გაგვაქვს ეს კენჭისყრაზე სარეიტინგოს გარეშე და მაშინ პროექტი ჩავარდება და პროექტის ჩავარდნის შემთხვევაში რა თქმა უნდა ჩვენ გვქონდა ყველაფერი მზად პოლიტიკური სცენაც და ყველაფერი პოლიტიკური სცენარი მოვლენების განვითარების მე რა მოხდებოდა და ვიყავით ამისთვის მზად უმრავლესობის ხდომაზე ვიჯექი ახლა მოვედი თქვენთვის ძალიან საინტერესო საკითხთან და ასე დეტალურად რომ გაინტერესებთ ვიჯექი ჩემს ადგილზე დარეკა ბიძინა ივანიშვილმა ავიღე ყურმილი გავედი გვერდზე ოთახში ეს ხდება 15 წუთით ადრე დაახლოებით სხდომამდე და ბატონი ბიძინა მეუბნება ხო ვიფიქრე ჩვენ გქონდა გადაწყვეტილება არ გავეკეთებინა ეგ არ დავთანხმებოდით ამაზე მაგრამ ვფიქრობ უყურებ რა ახირებასაც აქვს ადგილი ხედავ თავისივე წევრები რა დღეში ყავს მაგკაც ქვეყანას ეს უფრო დაჭირდება ჩავარდნა ჩვენ უფრო გვარგებს ერთპარტიულად ამით ყველაფერი გაიშიფრება მე ვინ არის სააკაშვილი და ვინ არის ნაციონალური მოძრაობა მაგრამ ქვეყნისთვის ეგ იქნება ცუდი უახლოეს ხანებში ამიტომ ჩემი პოზიციაა რომ ჯობია ჩატარდეს სარეიტინგო განხილვა ჩემი პოზიციაა ჩატარდეს კენჭისყრა სარეიტინგო მაგრამ თქვენ ხართ პარლამენტი თქვენ ხართ უმრავლესობა და მიიღეთ გადაწყვეტილება მე შემოუბრუნდი უმრავლესობის სათათბირო ოთახში სადაც ჩვენ სწორედ ამ თემაზე მსჯელობდით იმიტომ რომ მოვიდა ის რომ 10 წუთის შემდეგ უკვე უნდა გადაწყდეს ეს საკითხი და სამსჯელო კიდე გემეორებთ იყო ეს კონსტიტუციის ეს პროექტი ჩავარდეს და ამითი ჩვენ ერთი ტიპის არ ვიცი რეზიუმე თქვენ გამოიტანეთ მე არ ვიცი უმრავლესობის დაახლოებით 20-მდე წევრის მონაწილეობით ჩვენ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება რომ ჩაგვეტარებინა სარეიტინგო კენჭისყრა თუ უფრო დეტალურად გაინტერესებთ ეს ამბავი თუ რამე დარჩა რა გაურკვეველი გასაგებია ერთი აი ხალხის თქვენ მიუძღვნა თავ თემას არ ავჭირდება ხალხს კიდე ერთი კითხვა აქვს აი მასთან დაკავშირებით თუ თქვენ რა უთხარით ბატონ ბიძინას რომ მხოლოდ 3 კაცია პარლამენტში რომელიც გეხმარებათ კანონების წერაში და დანარჩენი არ გეხმარებათ ამან გარკვეულწილად რა თქმა უნდა უკმაყოფილება გამოიწვია თქვენი კოლეგების ძირითადად სპორტსმენების, მსახიობების თუ რეჟისორების მხრიდან. რა უთხარით ბატონ ივანიშვილს და მისმა ამ ნათქვამის საჯაროზე გამოტანამ საჯაროდ გამოტანამ გაგიფუჭათ თუ არა და შექმნათ თუ არა პრობლემები პარლამენტში სწორედ ამ კოლეგებთან ურთიერთობისას. ბიძინა ივანიშვილის ნათქვამი ეს კონკრეტული ციტატის მაგვარი რომელიც როგორი ხო ზუსტად ეს იყო ფიგურალური გამოთქმა იმიტომ რომ ჩვენ ამ ტიპის თემებზე რა თქმა უნდა გქონდა საუბარი როდესაც იდგა საკითხი სამ ოლქში კანდიდატების შერჩევის თაობაზე და ამ მსჯელობის დროს რა თქმა უნდა განვიხილეთ ის თუ რა ტიპის ძალების შემომატება იქნებოდა უკეთესი საქართველოს პარლამენტში ამ კონკრეტულ საკითხებს მსჯელობის დროს ჩემი პოზიცია ყოველგვარი შედარებითი ანალიზის გარეშე და არსებული დეპუტაციის თუ პოლიტიკური ლიდერების თუ წრეების თან შედარებითი ანალიზის გარეშე მე მას მოვახსენე ძალიან მარტივი სტატისტიკა რომ ჩვენ დღევანდელ პარლამენტში აი უმრავლესობა 93 წევრი ვართ აქედან ვართ ამდენი ამ პროფესიის ამდენი ამ პროფესიის ამდენი ასეთი ამდენი ამ გამოცდილების იმ გამოცდილების და ასე შემდეგ და მე ვუთხარი ჩემი აზრით რომ პარლამენტში უკეთესი იქნება ეკონომისტების და იურისტების მოხმარება იმიტომ რომ პრაქტიკულად ძნელია კანონი მოიძებნოს რომელსაც არ აქვს ეკონომიკურ ფინანსური და იურიდიული ასპექტები და ამასობაში ჩვენ გვაქვს ძალიან ამბიციური გეგმა რეფორმების საკონსტიტუციო რეფორმის, საარჩევნო რეფორმის, შრომის კანონმდებლობის, საჯარო სამსახურის,
საზოგადოებრივი მაუწყებლობის კანონის რეფორმის მაგალითად. უნებრივია რომ ამ პროცესში პაპუაშვილი, ჯაჭულიანი ასეთი პროფესიის ადამიანები ვერ დაგეხმარებიან. ვერ გეხმარებიან. ძალიან დამეხმარებიან, მაგრამ თავისი კუთხით და თავისი ცოდნით და თავისი გამოცდილებით. თქვენ მეტყო არ ადევნებთ თვალს საქართველოს პარლამენტის მუშაობას. ბატონ პაპუაშვილმა როცა თქვა რომ ნიჭიერი კანონ პროექტები გჭირდება, მე არ ვიცი ეს ნიჭიერი კანონ პროექტებია. თქვენ ამაში ნახეთ რამე? არა, ნიჭიერი კანონ პროექტები არ ვიცი რა არის, თქვენ თუ იცით რა არის ნიჭიერი კანონ პროექტები. კარგი კანონ პროექტები. დიახ, რამე პრობლემაა მან? არა, რა ვიცი, ესე დაახასიათოთ კანონ პროექტები. შესანიშნავად დაუხასიათებია, მე მას ჩავინიშნავ, იმიტომ რომ ძალიან კარგი ისე. მაგალითად ბიძინა ივანიშვილმა დანერგა ასეთი ფრაზა ჩვენს შიდა იმაში, არ ვიცი, ქართველი ხალხი ამას მიიღებს თუ არა, სწორედ საკანონმდებლო პროცესში. კანონ წარმოება. რა პირველად რომ თქვა და მეორედ რომ თქვა, ცოტა ვერ გავიგეთ, მაგრამ ახლა ჩვენ ასე უწოდებთ თვალს და ძალიან კარგია, ყველა ის სიტყვები და ქართულ ენას სჭირდება განვითარება. ეჭვგეპარებად? ნამდვილად. ახლა მე და თქვენ რაზეც მეტყველებთ, ბებუა თქვენს და ბებიაჩემს რა ელაპარაკათ, რაღაცა ენებს და არ შემოეტანათ, თქვენ გონი ვერ ვილაპარაკეთ. და ბატონ ივანიშვილი და პაპუაშვილი დაგვეხმარებიან ამ საქმეში? აბა გივით არგამაძეს იმედზე ვიყოთ? არა, ბატონ გივით არგამაძეს იმედზე არ უნდა. პარაგორ გიდათ. მეგონი ბატონ პაპუაშვილის იმედზე არ უნდა ვიყოთ, ან სოსო ჯაჭულიანის. პარლამენტის წევრებს ყველას აქვს თავისი ფუნქცია და პარლამენტი ეს არის გუნდური თამაშის სფერო. ეს არ არის იქ ერთი კაცი, პრეზიდენტი ან გამგებელი და ასე შემდეგ. პარლამენტს საჭიროა გუნდი. და გუნდურ გადაწყვეტილებებს სჭირდება ძალიან მრავალმხრივი ცოდნა და გამოცდილება. ასაკობრივიც, გენდერულიც, პროფესიულიც, არ ვიცი, შეხედულებითი, გამოცდილებითი, ინტელექტუალური და ასე შემდეგ. ამიტომ პარლამენტში ყველას თავისი სერიოზული როლი და ადგილი აქვს. ძალიან ბევრი კანონ პროექტის განხილვის დროს აქტიურობს ის ხალხი, რომელიც მე დღემდე არ მინახავს ასეთ საქმიანობაში. ბევრი ჩვენგანი პირველად ვართ პარლამენტში ჩემი ჩათვლით. და ახლა ვეუფლებით ძალიან ბევრ რამეს, მათ შორის პროცედურებს და ასე შემდეგ. ამიტომ ჩვეულებრივ გამოცდილება გაქვთ და ამ ხალხს სხვა გამოცდილება. კანონ მათ შორის კანონ პროექტებზე მუშაობთ. რა რამეს უწუნებთ თქვენ ამ ხალხს? არა, თქვენ დაუწუნეთ, მე არ დამიწუნებ. მე ჩემი მერასრულს ვუწუნებ ეგ ჩემის. მე არ დამიწუნებია და არც არავის არ დაუწუნებია. არა. მე ვთქვი ის ფაქტი რაც იყო, რომ ჩვენ გვჭირდება მეტი ეკონომისტები, მეტი იურისტები, იმიტომ რომ ამ მიმართულებით ძალიან დიდი სერიოზული სამუშაოა პარლამენტში ჩასატარებელი. ეს არის სწორი მიდგომა ჩემი აზრით და ამ 83 კაციან გუნდს კოალიცია ქართული ოცნების წარმომადგენლობას თანხმობა თუ გაქვთ ამ 83 კაციან გუნდში. კოალიციის კვალობაზე დიახ. არის კოალიციის კვალობაზე. კოალიციის კვალობაზე ნიშნავს იმას, რომ მაგალითად ჰოლანდიაში დღეს ვინ არის კოალიციაში მთავრობაში? ნამდვილად არ ვიცი ჰოლანდიაში. გერმანიაში? გერმანიაში ვიცი, დიახ, მე კონსერვატორები და ლიბერალები, ხო? დიახ. ხო. ანუ კოალიცია კონსერვატორები და ლიბერალები. საქართველოს შემთხვევაში ლიბერალები და მაგალითად სოსო ჯაჭულიანი, რომელიც არის კონსერვატორი? კონსერვატორები, კონსერვატიული პარტია ვინ არიან, რომელიც თქვა, არა, ამ შემთხვევაში ზვიაძი უშუალოდ პარტიებზე არ ვლაპარაკობ. აი ეს პარტია, ის ადამიანები ვინ არიან, რომლებიც ბიძინა ივანიშვილს მხარს უჭერენ, ასავალ-დასავალის სახით მათი ავტორების ხშირი რესპონდენტების სახით და რომელიც თამარ კორძაიაზე ამბობენ და უცელებენ, თქვათ ესეთ ხმებს, რომ ის ემხრობა ერთსქესიან ქორწინებას და ამიტომ არ უნდა ქართული წარმომადგენლებისგან იცით ეს ამბავი პარლამენტის წევრებისგან? არა, ასავალ-დასავალისგან, რომელიც ბიძინა ივანიშვილი უკაცრავად ეხლა საიდანაც არ წახვედით? არა, არ წავედით იდეოლოგიურ ამბავში, იმიტომ რომ ჯაჭულიანზე მესაუბრებოდით და ჯაჭულიანი ძალიან ხშირი სტუმარია, სხვათა შორის ასავალ-დასავალ საყვარელი რესპონდენტია და მეც ვარ სტუმარი ხშირი და აქ შვებით ცხედან და მე იმათან არანაირი საერთაშორისო არ მქონდეს. მაგრამ ლიბერალები ვართ მე და თქვენ დავით. ეს საერთოდ მე ვარ. თქვენი არ ვიცი, თქვენ ვიხართ. ნახოთ. აქ ვინც გიზით სკამზე ხოლმე რესპონდენტი, ესე იგი რადგან მეც არ დავდიკი ასეთი ვარ მე? ასავალ-დასავალი რომ წარჩინებ, ასავალ-დასავალი ის გაზეთია, რომელიც კოალიცია ქართული ოცნების ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა გამოაცხადა ქართული პრესის ფლაგმანად. გაზეთად, რომელსაც სახელმწიფოებრივი ინტერესები აქვს. ეს გაზეთი დღეს თქვენს კანდიდატზე, თამარ კორძაიაზე და ბეჭვობ რომ ეს არის პირადად თქვენი კანდიდატი, ანუ ის კანდიდატი, რომელსაც პირადად თქვენ უჭერთ მხარს, სწორედ თამარ კორძაიას. უჭერთ მხარს თქვენ? მე უჭერ მხარს კორძაიასაც, კახიანსაც და ყველა კანდიდატს, მაგრამ იმ კრიტერიუმებიდან, რომელიც ჩამოთვალეთ, იურისტი, კომპეტენტური რაღაც საკითხებში. ყველა იურისტია იმ სამიდან. ესე იგი თქვენი აზრი გასულ ამ შემთხვევაში. არც კანდიდატი არ არის ჩემი კანდიდატი. კორძაია თუ გაინტერესებს სოზა სუბარის ინიციატივით არის კანდიდატი. ეს გაზეთი ამბობს, რომ
თამარ კორძაია არის უბედურება, რომ ის უწყობს ხელს ერთ-ერთ არაფრით არ ვეთანხმები ამ გაზეთს. ამ ნაწილში მე არაფრით არ ვეთანხმები. ივანიშვილს თუ ეთანხმებთ, როდესაც ის ამბობს, რომ ეს არის ქართული პრესის ფლაგმანი და სახელმწიფო. ესე იგი სამწუთიანი ის ქონდა შუალედი, ისე მივიდა ივანიშვილთან. რა ივანიშვილმა რა გინდაო? ქართული პრესის ფლაგმანიო, ასაულ დასავალიო და სახელმწიფოებრივად მოაზროვნე გაზეთიო საქართველოში. ამაში თუ ეთანხმებთ, თუ ეს ასე თქვა, მე მას ამაში ვერ დავეთანხმებოდი და ზოგადად ფლაგმანი გაზეთს ვერ ხედავ მე დღეს საქართველოს სამწუხაროდ, ტელევიზიასაც ვერ ხედავ. ყველა გაზეთს და ტელევიზიას ჭირდება სერიოზული მუშაობა, რომ ფლაგმანი გახდეს. კი ბატონო, თქვენ ფიქრობთ თუ არა ამ ჩამოთვლილი ეს გაჟღერებული კანდიდატურებიდან პაატა ბურჭულაძე, გიორგი მარგველაშვილი, კალაძე, ხმალაძე, მათ თანაბარი შანსები აქვთ, რომ იქნათ დასახელებული საპრეზიდენტო კანდიდატება, თუ ვინ არის დღეს გამოკვეთილი ესეთი ფავორიტი, რომელსაც ქართული ოცნება წარმოადგენს საპრეზიდენტო კანდიდატად? შესანიშნავი გვარები და სახელები ჩამოთვალეთ. ხვალ რომ არჩევნები იყოს, მე პირადად ვის დაუჭერეთ ხმას? 10-20 წუთი დავრჩებოდი საარჩევნო ხმის მიცემის კაბინაში. 10 წუთის შემდეგ ვის ვიფიქრებდი, იმიტომ რომ საკმაოდ სერიოზული და კარგი არჩევანია. თუ კიდე მეტი იქნება ასარჩევი და არჩევანი, კიდე უკეთესი იქნება. მე ერთ რამეში ვარ დარწმუნებული, რომ კოალიცია ქართულ ოცნებას ეყოლება არა მხოლოდ ღირსეული კანდიდატი, არამედ ეყოლება ისეთი კანდიდატი, რომელიც ჭირდება ჩვენს ქვეყანას იმისთვის, რომ წინ წავიდეს და ამ ქვეყანაში ბოლოს და ბოლოს მივიღოთ ნორმალური სახელმწიფოს მეთაური. ნორმალური ამ შემთხვევაში მხოლოდ ფსიქიურად ნორმალურს არ გულისხმობ. მე გულისხმობ ადამიანს, ლიდერს, რომელსაც ექნება ასე ვთქვათ შვიდი და წყნარი და გაწონასწორებული ფსიქიკური, გონებრივი, მენტალური და ყველა სხვა სისტემები იმისთვის, რომ მან შეძლოს იმ როლის შესრულება, რაც პრეზიდენტს აკისრია. ჩვენ პრეზიდენტისგან არ უნდა ველოდეთ ქვეყნის გადარჩენას, ან ამა თუ იმ პოლიტიკაში წარმატებას, ამა თუ იმ მართლობით ეს არის მთავრობის საქმე. პრეზიდენტისგან ჩვენ უნდა ველოდეთ იმას, რომ მან უზრუნველყოს სახელმწიფო ორგანოების ნორმალური ფუნქციონირება და ჩარევა იმ მომენტში და მაშინ, როდესაც გარკვეული კრიზისები იქნება. მაინც რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს? თქვენ თქვით რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს პროფესიული თვალსაზრისით პარლამენტარები, რომ ისინი იყვნენ მათ მოიტანონ, თქვა სარგებელი კანონპროექტზე მუშაობისას. როგორი უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი პროფესიული თვალსაზრისით? პირველ რიგში ეს არ უნდა იყოს ვიწრო პროფესიონალი. ერთი კონკრეტული დარგის ძალიან კარგი პროფესიონალობა ეს არ არის საკმარისი იმისთვის, რომ იყო კარგი პრეზიდენტი. ეს შესაძლოა უნდა კონდეს თუ არა დასავლური ორიენტაცია უნდა იყოს თუ ეხლა რაც არ უნდა გამოკვეთილი ორიენტაცია კონდეს, ეს შუბლზეც რო ეწეროს, რომ დასავლური ორიენტაცია ვარო, თქვენ და ძალიან ბევრიც მაინც იტყვით, რომ ეს ხო მაინც ის არის, იმიტომ რომ იქიდან არის. გააჩნია რა ასე იქნება. თუ არის არგუმენტები, ან წარსული ცხოვრება იძლევა ამისას. მე დარწმუნებული ვარ, რომ კოალიცია ქართული ოცნების კანდიდატი ვერ იქნება სხვანაირი, გარდა იმისა, რომ იყოს ქვეყნის ისტორიულ, კულტურული არჩევანის ევროპული მისწრაფების ერთგული. ეს უნდა იყოს ის თვისებები, გითხარით, რაც უნდა კონდეს მას ქვეყნის დასალაგებლად. არის არჩევანი უკვე გაკეთებული თუ ჯერ ისევ ფიქრის პროცესია? არჩევანი არ არის გაკეთებული, არჩევანი გაკეთდება, აპრილის სრულდება, ხო? მე ვფიქრობ, მაისის განმავლობაში ეს საკითხი გადასაწყვეტია. მანამდე არ იქნება ცუდი და თქვენი ეთერითაც მივმართავ, ისედაც შევეხმიანები, ბატონ პრეზიდენტს ცუდი არ იქნება, თუ იგი არჩევნების დღეს მალევე გამოაცხადებს. იმიტომ რომ დღეს ნათქვამია ოქტომბერი კონსტიტუციით. არჩევნების დღის გამოცხადება ხვალვე, ზეგვე, ამას ხელი არაფერი უშლის. ეს იქნება ძალიან კარგი იმისთვის, რომ ყველა მოემზადოს ამისთვის, CSKO-ც, კანდიდატებიც, მონიტორებიც, ჟურნალისტებიც, ტელევიზიებიც. ასე რომ სადღაც მაისის განმავლობაში ალბათ ეს საკითხიც გადაწყდება. მე დარწმუნებული ვარ, რომ კოალიციის კანდიდატი იქნება არა მხოლოდ ისეთი, რომელიც მოიგებს ამ არჩევნებს, არამედ ისეთი, რომელიც სწორედ ქვეყანას ჭირდება, აი ამ ვითარებას ჭირდება და ჩვენ ვიხილავთ, ძალიან დიდი იმედი მაქვს, დარწმუნებული ვარ, ვიხილავთ საბოლოო ჯამში, აი ასეთი უნდა იყოს პრეზიდენტი. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა. იქნებ მაინც ჩაიკითხოთ ქალბატონ ინაშვილთან დაკავშირებით. ბატონ პრემიერს რო შეხვდა რა შესთავაზა და რა კითხა, რომ თქვენთვისაც ნათელი იყოს, უფრო გასაგები იყოს რა ხდება. ძალიან დიდი მადლობა. ესე იგი, საინტერესო ინფორმაციებს ვიგებ თქვენთან პირდაპირ ეთერში, რომ თურმე ივანიშვილი კოალიციის ზურგს უკან ქმნის
პოლიტიკურ ჯგუფებს, რომ ჩვენ დაგვამხოთ. არა, თქვენ დაგამხოთ, ეს თქვენი არა. აი ეს ახასიახლე გვაქვს ჩვენ. ეს თქვენი ინტერპრეტაცია ბოლოს თქვენ დაგამხოთ. აბა როგორ? აბა როგორ? ეხლა ვექმნის იმისთვის, რომ 4 წლის მერე დაგვამხოს, თუ როგორ? ეს არ ვიცი რისთვის ქმნის, მაგრამ ჩაიკითხეთ მაინც. კაი ბატონო, რა პრობლემა ვკითხავ ხო? კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა. დავით უსუბაშვილი იყო ჩვენი სტუმარი, მე ერთი კვირით გამშვიდობებით, კარგად განდებოდეთ.